მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ყველა კარგად ხართ, ბედნიერად, ჯანმრთელად, ესე რომ ვთქვათ, აკეთებთ თქვენ საქმეს. ამ ვიდეოს რატო ვწერ? ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ იმედია გახსოვთ ორი კვირის წინ დავდე ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც ყვები ჩემ რაღაც ისტორიას, ხო? 2 წლის წინანდელ ისტორიებს, 3 წლის წინანდელ ისტორიას და დღევანდელ რეალობას, ხო? ანუ ისე გამოსწორება მინდა, რას ვაკეთებ, არასწორად ესე რომ ვთქვათ და აი იმის ჩვენება მინდა, როგორც შემიძლია, ისე რა თქმა უნდა, იმ პროცესის თუ დაღმართიდან, როგორ უნდა ავიდეთ, ისე აღმართზე, ესე რომ ვთქვათ, აღმავალ გზაზე რა. ეხლა ნახეთ. პირველი ნაბიჯი რა არის, ხო? ყოველთვის პირველი ნაბიჯი არის, რომ გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები. მივხვდეთ, რომ მართლა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ხო? მართლა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ანუ ვიყოთ ნამდვილი ჩვენ თავებთან. როდესაც იქნები ნამდვილი შენ თავთან და უკვე გაანალიზებ, რომ მართლა აი ამას არ უნდა აკეთებდე და სხვანაირად უნდა აკეთებდე. ანუ რაღაც სულ ჩვევებს. და ეს ჩვევები რომ კარგად გადააქციო. ეგ არის პირველი ნაბიჯი და ყველაზე მთავარი, მე თვითონ ყველაზე მთავარი. ამას რომ გაანალიზებ, უკვე мотиваცია ჩვენთან არის, დისციპლინა ჩვენთან არის და უკვე შენი თავი ჩვენთან არის. მეორე ნაბიჯი არის, რა თქმა უნდა, მოქმედება, ხო? რომ იმოქმედო, რომ მოიქცე ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა შენი მომავალი, კარგ თვისებიანი ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, შენი თავი. და რა ხდება რა? როგორც იქნა 1 წლის მერე ძალიან მიხარია, მართლა ანუ შეიძლება ბევრი ვერ ხვდებოდეთ, ეხლა მე როგორი ბედნიერი ვარ ეხლა ამ წუთას რა, რომ ჩემი თავი ისევ ვიპოვე, ანუ ჩემი სრული თავი, ესე რომ ვთქვათ, აი, თლიანი თავი, პოტენციალი რომელსაც აქვს რა, რომ წინ და წინ წავიდეს. როგორც ისე 1 წელი არ მივარჯიშია საერთოდ. უფრო მეტი, წელ ნახევარი სადღაც. საერთოდ ჯიმში არ ყოფილა, იმიტომ მეზარებოდა რა, სულ მეზარებოდა. არც აი სულ სვამდი ალკოჰოლს რა. მაგალითად 1 კვირა არ გავიდოდა ისე რომ რაღაც არ დამველია. ხო, რაღაც იქ გულაობან, ძმაკაცებიან, მიწევდა. კიდე, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებდი, ხო? მეზარებოდა სავით, ან ერთო რაღაც 5%-ს გავაკეთებდი 100%-დან და всё, მორჩა. რა თქმა უნდა, წიგნებსაც აღარ ვკითხულობდი და წიგნების კითხვა ისე მიყვარდა 2 წლის წინ, 3 წლის წინ ისე მიყვარდა, ყოველდღე ვკითხულობდი, აი მართლა სიამოვნებას მანიჭებდა. და ეხლა 1 კვირა, აი 1 კვირა არის დღეს უკვე, რაც ვაბჯიშობ უკვე. ძალიან მიხარია. არ დამილევია საერთოდ არაფერი, ანუ წყალს ვსვამ მარტო. იმიტომ ეგრე ვიყავ სულ და ძალიან მიხარია, ანუ არაფერს არ ვსვამ, არც ალკოჰოლს, არც იმას, არც ამას. წყალი, დარბაზი, წიგნებს, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვკითხულობ და ძალიან საინტერესო წიგნებს, ესე ვთქვათ, მე ვიდეოსაც ჩავწერა წიგნების, ვისაც უნდა. რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს იმენა full ხოდი, ესე რომ ვთქვათ, ბოდიში ეს სიტყვებისთვის, ანუ full ხოდი რა, მართლა, ჟარგონს რო ვიყენებ. ტრეიდინგი, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ სერვერსაც ვანვითარებთ, უკვე ახალი წევრიც კი ყავს ჩვენ სერვერზე, როგორც ისით და აი მაქსიმუმს ვდებთ. მაქსიმუმს ვდებთ მართლა. მე ხა ესე რომ ვთქვათ, ვიქოქები თავიდან ჩემ პრაიმს ვაღვიძებ რა, მართლა ვაღვიძებ და ძალიან მიხარია. ეხა როგორ გითხრათ რა, ეს 1 წელი ხო? იქეთ-აქეთ რო ვიყავი, ჩემი თავი მართლა არ მყავდა აყვანილი რა. ჩემი ნამდვილი თავი მყავდა დაკარგული რა. 1 წელნახევარი ესე ვიტყვი. სულ რაღაც ვიღვიძებდი დაღლილი, არაფრის მუღამი არ მქონდა. სულ რაღაც დალევა მინდოდა, ის მინდოდა, ის ხა ის კი არ ვიყავი ედიქტით ან დალევაზე, არა. რა თქმა ეგრე არ ვიყავ მართლა ბონში ვიდა რაღაც, მაგრამ ხო ხვდებით, აი კვირაში 1-2 სვამდი. და სულ ისე ვიყავ რაღაც არ ვიყავი ხოძე რა, არაფრის მუღამი არ მქონდა და სულ მქონდა ეგეთი რაღაც მუღამის, რომ სულ ჩემი თავი ანუ სულ განვითარება ჩემი თავის და წინსვლა. და ეხა ეს 1 კვირა აი, ირა ბედნიერი ადამიანი ვარ რა. აი, მართლა ბედნიერი ადამიანი ვარ, ვერ აგიღწევთ. ძალიან მიხარია, რასაც ვაკეთებ, როგორც ვაკეთებ. დარბაზშიც უკვე ძალიან კარგად ავდივარ, დილაობი დავდივარ ხოლმე. ძილი, ხო, აი ძილზე უნდა მეთქვა და ამავიწყდა. სულ ვიცინებდი 3-4 საათზე ან 5 საათზე. ვათენებდი რა, აი მართლა ვათენებდი. ეხლა ვიძინებ მაქსიმუმ პირველზე. აი მაქსიმუმ პირველზე და უგუძებ ადრე. აი ვაფშე სხვა ადამიანი ვარ. აი მართლა სხვა ადამიანი ვარ რა. ენერგია გინდა, ის გინდა. სხვანაირად იღუძებ, აი ბედნიერი იღუძებ მართლა რა. და ძალიან ასწორებს, მართლა ძალიან ასწორებს.
იმიტომ ჯანმრთელობაზეც მეტყობოდა რა, მართლა მეტყობდა უკვე 5-10 წუთი წარმოიდგინე ფეხით რომ გამევლო გარეთ 5-10 წუთი. ვიხლებოდი რა იმია ბოლოს ისეთი რაღაცები დამემართა რომ მეთქი ხო არ დაუბერდი და მართლა ისინი ხო ცოტა ნერვიულობა და ის რომ რა მჭირს 22 წელს ხო ანუ სიგარეტს მე არ უწევი, არაფერს მე არ უწევი, არასდროს რა, არ მევასებ ეგეთი რაღაცები. და ლევაკი მოწევა და ისინი არა და მაინც ეხა არ უნდა ვიღლებოდე რა. 5-10 წუთი გავივლოდი ფეხით, ან დავჯდებოდი მე სადმე უცებ რო აგდებოდი, ცოტა თაბრულ მეხვეოდა რაღაც. ანუ მართლა აფშე სხვაგან ვიყავი ძალიან უკან ვიყავი და ამ ერთმა კვირამ ისე შესვლა ყველაფერი რომ რა აი ძალიან ეხლა ჩემი მიზანია რა თქმა უნდა ესე რომ გავაგრძელო და რა თქმა უნდა გავაგრძელებ იმიტომ რომ მე საერთოდ რასაც სული და გულით შევხედავ, რასაც სული და გულით ხელს მოვკიდებ, მაგას ბოლომდე ვაკეთებ. ეგ კარგი მაქვს მე ძალიან რა. სანამ ბოლომდე არ მივახცეთ ჩემი მიზანს არ გავჩერდები. ხო? ეგ თვისება ალბათ ყოველს უნდა კონდეს. თუ გინდა რომ განვითარდე. ხო? ეგ ერთი თვისება კიდევ მივამატოთ ესე რომ თქვა. ანუ ბოლომდე უნდა ვიცოდეთ საქმის მიყვანა. ხო ესე რომ დაიწყო და შუაგზაზე გაჩერდებსო, აზრი არ აქვს აი. როგორ ითხრა ხა სამი კვირა რო აიღო, აი სულ ერთი და იგივეს რო აკეთებ კარგ რაღაცას და რომ მიატოვო უცებ. ანუ ძალიან ცუდია უკვე იმ სამი კვირის ნაშრომსაც წყალში ყრი რა. ამიტომაც არა. ჩვენ თავს პატივი უნდა ვცეთ, ხო? შენი თავი თუ არ ყავს საუკეთესო მდგომარეობაში, ესე რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში, ვერაფერს ვერ იზამ, ანუ ვერ განვითარდები და ვერ წახვალ წინ, როგორც უნდა წახვიდე. ანუ კი ეხა ეს ერთი წელი ვიყავი რა, მაინც ეხა ცოტა ხოძე ხო, იქ რაღაც თანხა გინდა, ფული გინდა, ვიყავი ხო, ეხა ფინანსურად არ ვიყავი ცუდად, მაგრამ ხო ვიცი რა შემიძლია. აი ხო ვიცი. და ეგ არის ზუსტად რა. მე მიჩვევაც ის, აი საერთოდ ცხოვრებაში ისეთია რა, რომ დაიწყებ ხო, აი მაგალითად შენ პრაიმში თანხის გამომუშავებას რა. და მე ცოტა ნაკლებს რო აკეთებ, ცოტა უკვე მართლა გიждდები რა, მართლა ეგეთია რომ უფრო მეტი და მეტი უნდა ადამიანს. სამწუხაროდ ეგრე არის, მართლა ეგრე არის. ბევრს მოდის ეგეთი რაღაც. ალბათ მე ვიტყვი რომ 99%-ს ეგ მოდის. ეხლა ყოლა არ აღიარებს მაგას, ხო? მე ეს რატომ აქ ეს YouTube არხი, ხო? რატო ვიღებ ეს ვიდეოს, რომ ვიყო 100%-ით მართალი. ხო? სხვა რო ვერ იტყვის მაგალითად სიმართლეს, მე ყოველთვის ვიტყვი. მე საერთოდ ადამიანებში ეგ მევასება. ხო იცით, აი, მაგალითად 10 ადამიანი რო შეიკრიბება რა, მაგალითად მაგიდაზე ან სადმე. 10 ადამიანი და 9 ადამიანს აქვს ერთი და იგივე აზრი, მაგრამ მე-10-ისა განსხვავებული. და მე-10 შიშის გამო, ან რაღაც განსხვავებულობის გამო იმ აზრს მიაწვება და იმას დაითანხმება, ხო? ეგ არის ყველაზე ცუდი რაღაცა ცხოვრებაში დაიმახსოვრეთ. ყოველთვის უნდა კონდეს შენი სიმართლე, შენი აზრი. მე რა თუ არ ეთანხმები ვიღაცას, მე რა რომ განსხვავებული იდეა გაქვს, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხარ? ეგ იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებისკენ უნდა როგორ თქვა, სხვა ადამიანს უნდა დაითანხმო? ანუ ხო ხვდებით რა, სხვა ადამიანის ინტერესებში უნდა ჩაჯდე? არა, ხო? რა თქმა უნდა, შენი ინტერესი უნდა კონდეს სულ, შენი აზრები უნდა კონდეს სულ და შენი ხედვა. შენ საკუთარ ხედვას რო დაფარავ, ხო? ანუ სხვის იდეებს მიყვები, ხვის იდეოლოგიას მიყვები, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. შენი ცხოვრებით არ ცხოვრობ, ხო? ძალიან ბევრ საქართველოში ქართველებს სამწუხაროდ ეგრე ემართება, ხო? მაგალითად აი მშობლები რო იტყვიან, მოდი შენ ამაში გაქნიჭია. ჩააბარე არქიტექტურაზე. მაგრამ ადამიანს ხო უნდა მაგალითად რა ვიღოთ, აი ნებისმიერი რა ვიცი. მაგალითად უნდა რომ ექიმი გამოვიდეს. მაგრამ მშობლები ეუბნებიან რომ არქიტექტურაზე ჩააბარე. და აბარებენ არქიტექტურაზე მშობლების გამო. და სინამდვილეში ამ ადამიანს აინტერესებს სამედიცინო სფერო. ეხლა მითხარით, თავის თლიან პოტენციალს როდესმე მიაღწევს არქიტექტურაში? რა თქმა უნდა არა, რატო? ადამიანს თუ საქმისადმი სიყვარული არ გაქვს, აი რა გითხრათ რა, სრულ პოტენციალს, მაქსიმუმ პოტენციალს ვერავის ვერ მიაღწევს. მაგრამ გავა დრო 1-2 წელი და მიხვდები რომ ეს შენი არ არის რა. ანუ ამას შენ არ უნდა აკეთებდეს სინამდვილეში, იმიტომ რომ შენ ინტერესებში ეს არ ჯდება. შენ რომ გავა წლები რა და რომ დაფიქრდები, ეს ჩემი არ არის რა. მე უფრო ამას სხვა რაღაცის გამო ვაკეთებ. მე ის მინდოდა, ის უნდა გამეკეთებინა და უკვე გეწყება რა.
regret ხო? რა თქმა უნდა, ამიტომაც ყოველთვის ჯობია რომ შენი იდეოლოგია წინ გაიტანო სულ და შენი იდეოლოგიით იცხოვრო. როგორი განსხვავებულიც არ უნდა ჩანდე, მაინც. შენი ცხოვრება ხვდები? მორჩა მან, ანუ ერთი წინადადებით მორჩა. შენი ცხოვრება, შენი ცხოვრება, სხვისი არ არის. შენ გაქვს გეგმები, გაქვს მიზნები, ცხოვრების ბოლომდე არავინ არ გამოგყვება. ცხოვრება ხო, რა თქმა უნდა, ცხოვრების ბოლომდე არავინ არ გამოგყვება. მხოლოდ ცხოვრების ბოლომდე შენი, ანუ საკუთარი თავი შენ მხოლოდ შენ გეყოლება. სხვა არავინ არ დაგეხმარება შენი თავის გარდა. ნახე ხა. ხო იცი რომ შენ რაღაცაში წარმატებას მიაღწევ, ანუ გრძნობ, ინტუიციით გრძნობ, გიყვარს საქმე და მაგას არ აკეთებ. ძალიან ცუდი რაღაცაა რა, ძალიან ცუდი რაღაცაა. საერთოდ ისეთი რაღაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, რაც უყვარს. ცოტა გადავხვიეთ, ესე რომ ვთქვა თემას, მაგრამ თავარი არა ესენიც რომ ვიცოდეთ, ხო, რა თქმა უნდა. და ეხლა ნახეთ. რო დაიწყებ ცუდი ჩვევებს, ანუ ცუდი ჩვევებით რო დაიწყებ ცხოვრებას, ხო, იქ რაღაც დალევას, ღამის გათენებას, უკვე მაგას მიყვები. რო დაიწყებ კარგ ჩვევებს, ადრე დაძინება, ვარჯიში, შენი საქმის გაკეთება 100% ესე რომ ვთქვა. და იცი რასაც აკეთებ. ანუ მე მაგას აკეთებ, მაგას ეჩვევი, ხო, ეგა დისციპლინა. საერთოდ გამოგადგებათ რა, 21 დღე უნდა ადამიანს იმისთვის, რომ რაღაც ჩვევა ესე სისტემატიურად როგორ გითხრათ, გარდაექმნას რა სისტემატიურად, ანუ 21 დღის მერე უკვე ავტომატურად აკეთებ იმას, რასაც ცდილობდი რომ გაგიკეთებინა რა. რასაც წვალობდი, რაზე წვალობდი, ესე რომ ვთქვა რა. აი მაგალითად 21 დღე შენ ყოველ დღე დგები და წიგნს კითხულობ, ხო? ცოტა თავს აძალებ თავიდან. 21 დღის მერე უკვე ავტომატურად გიზის და ყოველ დღე დგები და წიგნს კითხულობ, ანუ ვერ წიაზრებ ისე რა, რომ მართლა წიგნი უნდა აიღო და წაიგითხო. 21 დღე ჭირდება ადამიანს. 3 კვირა. ერთ ძალიან მაგარ წიგნში ეწერა, ძალიან მაგარი ახაც, რომ იყავი ფრთხილად. იყავი ფრთხილად, იმიტომ რომ შენი გული, რასაც მიაღწევს ყურადღებას, მაგას მიიზიდავ. ანუ ძალიან დიდი სიტყვები არის, აი ძალიან. შენი გული რაზეც წავა, ესე რომ ვთქვა, აი მაგალითად ცუჩოებზე, იმას მიიზიდავ. თუ წახვალ კარგ ჩვევებზე, იმას მიიზიდავს. და კარგ ცხოვრებას რო დაიწყებ, მაშინ ხარ იღბლიანი ადამიანი. ხო, აი ძალიან ბევრი ამბობს, რომ მე იღბლიანი არ ვარ, მე არაფერი არ მიმართლებს. ხო, ესე თუ დაიწყე წუწუნი, ნამდვილად არ გაგიმართლებს, ხო? იმიტომ რომ შენი ესე რომ ვთქვა, მაინდსეტი, მენტალიტეტი, შენი ქვეცნობიერი, შენი საკუთარი თავი მზად არ არის, რომ მიიღოს კარგი რაღაცა, იყოს იღბლიანი ადამიანი, იმიტომ რომ შენ თავს ეუბნები, რომ აუ, მე იღბლიანი ადამიანი არ ვარ. მე არაფერში არ მიმართლებს, ანუ როგორ ვთქვა, შენ თავზე манипуляციას ახდე და მართლა ეგრე იქნება რა, სულ მე ვცდილობ, რომ ყველაფერში ცუდი დაინახო. ხო? მოდი ხა ამას არ დავიწყებ რა. რატო დავიწყებ? იმიტომ რომ არ მიმართლებს. ანუ რატო უნდა დავიწყო? არ ვარ იღბლიანი, არ გამიმართლებს, რა აზრი აქვს ამის დაწყებას. და რისკსაც აღარც რისკავ, ესე რომ ვთქვა. იმიტომ შენ თავს არ ინდობი, ხვდები? შენი თავის დობას რო დაკარგავ, ცხოვრება დაკარგული გაქვს. მოდი ეს ცოტა ძალიან მოძრაობს, წამს. კი ბატონო. ანუ ხო რა, შენ თავთან უნდა კონდეს დობა ყოველთვის. და ყოველთვის უნდა ეუბნებოდე კარგ რაღაცებს, პოზიტიურ რაღაცებს რა. მე ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ხვალ რო გავიღვიძებ ძალიან კარგი ბიზნეს ისინი მექნება opportunities მაგალითად რა. და რავი, გამომიჩნდება მაგალითად კარგი საქმეები. მივიღებ რაღაცებს, კარგ რაღაცებს, ხო? ვიღაცას გავახარებ და ასე შემდეგ რა. ყოველთვის უნდა იყო მზად კარგის მისაღებად. ცუდის მისაღებად რო იქნება, ცუდს მიიღებ. კარგის მისაღებად თუ ხარ მზად, რა თქმა უნდა, კარგს მიიღებ ყოველთვის. ამიტომაც ფრთხილად იყავით თქვენ გულთან და სიტყვებით. ენა უნდა გავაკონტროლოთ ყველა, ხო? უნდა ვთქვათ ყოველთვის პოზიტიური და დადებითი რაღაცები. იმიტომ რომ манипуляციას ახდე, ხვდები? და манипуляცია შენ შეგიძლია მოახდინო ან უარყოფითად, ან დადებითად. არჩევანი შენზეა. ხო? ანუ რო გაიაზრებ. რატომ უნდა უთხრა შენ თავს? და შენ თავთან რატომ უნდა დაიწყო ეგეთი საუბარი, რომ მე არაფერში არ მიმართლებს, უიღბლო ადამიანი ვარ და ამას არც კი ვცდი. არ ვცდი რა, არ გამიმართლებს. ხედავ, ანუ
და იმას რასაც არ ცდი შეიძლება ცხოვრების რავი ხო საიდუმლო გასაღები იყოს შენთვის წარმატების გასაღები იყოს და შეიძლება შენ ცხოვრება მაგ ერთი ნაბიჯით ძალიან შეიცვალოს და აი ძალიან მაგარი ცხოვრება დაგიწყოს მაგ საქმიანობის მერე მაგ რისკის მერე მაგრამ შენ მაგ რისკს ანუ არ რისკავ რა მაგ რისკს არ იღებ რატომ იმიტომ რომ შენ თავს ეუბნები რომ შენ არაფერში არ გაგიმართო და ცდითაც არ ღირს ხვდები და შეიძლება გამაზო ცხოვრების რავი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი და გასაღები სამწუხაროდ ესე არის ერთ ძალიან მაგარ წიგნში ეწერა ზუსტად ამაზე ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში 120 გვერდიანი წიგნი არის მარტო თუ სწორად მახსოვს რა 3 წელს წავიკითხე აი მაგაზე არის რა მართლა წიგნი არის თითქმის მაგაზე რომ არის ორი ტიპის ადამიანები ესე რომ ვთქვათ ერთი ისეთი რომ ამობს იღბლიანი არ არის მეორე რომელიც ამობს რომ იღბლიანია და უიღბლო ადამიანებს ისეთი შესაძლებლობებს მაზავენ რომ მართლა ტიპებს შეუძლიათ რომ ყოფილიყვნენ ძალიან წარმატებულები, ქონოდათ ძალიან მაგარი შემოსავალი და გამختარიყო მილიონერები რო გამختარიყვნენ რა, ეხლა ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. მაგრამ ესე რო ვთქვათ, მაზავდნენ ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მეგონათ რომ ან სულ რაღაცას ტენიდნენ, ესე რო ვთქვათ, ჩვენ ენაზე ეხლა ცუდად გამოვიდა ცოტა ჟარგონები. ანუ რაღაცას ცუდს ტენიდნენ და არ თვლიდნენ რომ ეს რისკი აიღოთ. ხო, იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ უიღბლო ადამიანები იყვნენ და არაფერში არ უმართლებდათ და ცხოვრების ბოლომდე სამწუხაროდ დარჩნენ ერთ ადგილზე და ვერ განვითარდნენ. მაგრამ მეორე ტიპის ადამიანი იყო რომ ამ შესაძლებლობებს რომლებიც აი ცხოვრებისგან იყო ნაჩუქარი მართლა ამას იღებდნენ. ხვდები, არ მაზავდნენ, რისკავდნენ და ისინი იყვნენ იღბლიანი ადამიანები. ანუ იღბალი და რისკი ესე რომ ვთქვათ, მეც დავაკვირდი ხა ჯერ ამ ცხოვრებაში არაფერი არ მაქვს ისეთი გავლილი ესე ვთქვათ 22 წლის ვარ, მაგრამ რისკი და იღბალი ერთად ძალიან მაგარი რაღაცაა, ხო? რისკი და იღბალი ერთმანეთის გარშე არაფერი არ არის. თუ არ გარისკე, იღბლიანი არ ხარ. და ესე რომ ვთქვათ, თუ არ გარისკავ, რა თქმა უნდა, იღბალს ვერაზოს ვერ მიიღებ. იმიტომ ვერ ესე რომ ვთქვათ, ვერ გაუგებ გემოს და ვერ მიხვდები რას ნიშნავს სიტყვა იღბლიანი. თუ არ გარისკე, თუ არ დაიწყე რაღაცა, თუ არ გადადგი ნაბიჯი, მაშინ მოდის იღბალი, ხვდებით? იღბალს ქმნის შენ. იღბალს ვიღაცა კი არ გიქმნის. ხვდები? შენ უბრალოდ შეგიძლია იღბალი, ესე რომ იღბალის გზები შენსკენ მოწიო, რა თქმა უნდა, და იმ გზას მიყვე. და ბოლოს დახვდება რა? იღბალი. ხო, რაღაცას რო გააკეთებ, გარისკავ, ბოლოს გელოდება იღბალი. და ესე არის. სამწუხაროდ ბევრი ვერ იგებს ამ ცხოვრების საფუძველს, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომაც რა გვაქვს დასაკარგი? ხო, არაფერი არ გვაქვს დასაკარგი, რა გვაქვს დასაკარგი? კაი, გარისკე რაღაცა. რისკი, ესე რომ ვთქვათ, ფუჭად არაზოს არ არის. ხო, თუ გარისკე რაღაცა არ გამოგივიდა, ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეგიძლია მაქედან. ხო? ძალიან ბევრი რაღაცის თუ შეცდომა და ოშვიან რაღაც არ გამოგივიდა, უკვე ბევრ რაღაცას სწავლობ. აი მაგალითად, გარისკე რო ვიღაცას ენდო, ვიღაც ადამიანს. ან თავიდან რაღაც ცოტა ისეთ ინტუიციას გეუბნებოდა, რომ ეს ადამიანი სანდო არ არის, მაგრამ შენ მაინც გარისკე, ხო? ეხლა უყურე, შემდეგში რას იზამ? ჩემ ინტუიციას მე უნდა ვენდო. ხო? მე გავრისკე ეგ რაღაცა, ვენდე ამ ადამიანს და არ დამიფასდა. იმიტომ რომ ჩემ ინტუიციას არ მივყევი. ანუ რა არის ხა პირველი გაკვეთილი ესე ტვინში ჩაიწერ რომ ვენდოთ ჩვენ ინტუიციას და ეს შეიძლება ძალიან აი უამრავი გაკვეთილი შეასწავლოს შენ თავს ესე რომ ვთქვათ და ბევრ შეცდომას აიგდებ რა თქმა უნდა მომავალში. ხო, ეს არის რისკი. და რო გარისკავ კიდე რა თქმა უნდა ეგ რისკი შეიძლება შენთვის წარმატების როგორც გითხარით წარმატების გასაღები აი გეჭიროს ხელში მართლა რა და ამიტომაც ყოველთვის უნდა გავისკოთ რისკი ფუჭი არაზოს არ არის არაზრუს ეგ უნდა ვიცოდეთ აი წარმოიდგინეთ რა საწყალია მართლა ისეთი ადამიანი და ცოდვა ვინც ნანობს რაღაცას რომ ნანობს იმიტომ რომ თავის დროს არ გარისკა აი ღმერთმა ნეტავ არავის არანახოს ეგეთი რაღაცა ნუ აი მაგალითად რო დაბერდები რა
60 წლის რო იქნები 70 წლის რო იქნები და რო ნანობ უკვე რაღაცებს ხო აი ხა ჩვენი ბებია ბაბუები ყოველთვის გეუბნებოდნენ ეგეთ რაღაცებს რომ ეხ ბაბუა ნეტავი გამეკეთებინა ნეტავ ახალგაზრდა ვიყო რამდენ რაღაცას გავაკეთებდი ხო და შენც უნდა დაფიქრდე ხო ანუ ესე ერთი ყურიდან მეორე ყურიდან არ უნდა გაუშვა უნდა დაფიქრდე მართლა იმიტომ ის ადამიანი ბაბუა შენი ან ბებია შენი მაგალითად ცხოვრებით შენზე ბევრია გავლილი იციან შენზე მეტი იციან ცხოვრებაში და მაგათგან უნდა ვისწავლოთ ხდები იმიტომ მე შენც უნდა დაფიქრდე და ნახე ხა მე ახალგაზრდა ვარ ენერგიით აღსავსე ადამიანი ვარ ხო შემიძლია ჯანმრთელად მაგრა ვიყო იმენა ხო ხვდებით აი გაგლიჯო ყველაფერი რა ისეთი ასაკი გვაქვს და მე ცოტა რომ ასაკში შევალ და მიხვდები რომ აუ რაც უნდა დავხარჯე ჩემი დრო გამექცა დრო ხო ცნობილი სიტყვა გამექცა დრო ხო არ უნდა გაგვექცეს დრო და აი იმათი ჩვენი ბებია და ბაბუების ეს რო თქვა და მამების დედების არ აქვს მნიშვნელობა სიტყვებს უნდა მოусმო და პატრები უნდა ვცეთ და უნდა გავიაზროთ უნდა დავფიქრდეთ რომ აუ მეც ეხლა ჯობია უკვე დღეიდან დავიწყო რაღაცა დღეიდან ჩავდო მაქსიმუმი რომ მეც ეგეთ სიტუაციაში არ ვიყო მეც არ ვინანო ხო ეხლა ბევრ ადამიანს გვაქვს ალბათ ყველას გვაქვს ხო დავფიქრეთ ეხლა ეგეთ მომენტისთვის სადაც აი მართლა ვნანობდით რაღაცას რომ არ გავაკეთეთ ხო რავი მე ბევრი რაღაცა მაქვს ეგეთი ხო მართლა ბევრი რაღაცა მაქვს და მეორე მესამე მეოთხე დღეს სულ მაგაზე ვფიქრობ რომ რატო არ ვქენი რატო არ გავრისკე რატო ის არ ვქენი და ასე შემდეგ და ნანობ და ნანობ რა წარსულში რჩები ესე რომ ვთქვა ამიტომაც აუცილებელია რისკიანები ვიყოთ ხო ეხლა რისკიანს ხო ხვდებით ანუ სწორად გამიგეთ ხო ის იმას კი არ გეგუნებით რომ შენი აი ის $100,000 მაგალითად თუ გაქვს წახვიდე კაზინოში და წითელს დაუდოვანშავს არა ანუ ხო ხვდებით რასაც ვამბობ რა სწორად გამიგეთ ეგ არის რა ამიტომაც უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა ჭკვიანი ადამიანები ტვინით უნდა ვიაზროვნოთ და რისკი ეგრე უნდა ავიღოთ რა თქმა უნდა და არ უნდა ვინანოთ არაფერი ცხოვრებაში შენ თუ ისეთ ეტაპზე ხარ რომ ყველაფერს ნანობ და არ რისკავ და ნეგატივს ანუ ნეგატიურ აზრებს და სიტყვებს შენ თავს ესე რომ ვთქვათ ეუბნები ხო და აი ირგვლივ ახვევ ესეთ სიტყვებს და ესეთ ემოციებს აზრი არ აქვს არაფერს სამწუხაროდ რა მე თუ მკითხავ საბედნიეროდაც ეგრე არის იმიტომ რომ სასიკეთოდ შეგიძლია შენ გამოიყენო ანუ დაფიქრდი სასიკეთოდ შეგვიძლია ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენთვის თქვი ეხლა დღეს მე დილით აი მაგათაც მე ხვალ დილით ავდგები იმენა ენერგიაზე ვიქნები და ძალიან მაგარი დღე მექნება ეხლა ნახე მეორე ადამიანია იხე ვინც სუდათ ამბობს რომ აუ რა აზრი აქვს ხვალ ეხლა დავიძინე პირველ ორამდე მაინც კარგი არაფერი არ მოხდება მაინც არ მიმართლებს ცუდი დღე მექნება და შეადარ ეხლა ამ ორი ადამიანის ხასიათი როდესაც გაიგუძებენ ერთი უკვე მზად არის მართლა თავისი დღე დაიპყროს ესე რომ ვთქვათ და მეორე ალბათ ადგება ლოგინში დაამტკნარებს ლუარსაბივით რაღაც არ ვიცი ან ტელეფონს ასკროლავს ადგება შეჭამს ისე დაწვება და არ არის ხასიათზე ენერგიაზე არ არის არაფრის მუღამი არ აქვს ანუ აი მართლა ბევრი ვერ ხვდება რამხელა მნიშვნელობა აქვს იცით აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენ სიტყვებს და ჩვენ ხასიათს და აი ახლანდელ სიტყვებს მართლა ანუ თუ ვინათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ თქვენ თავთან ერთ დღეს თქვით ოღონდ მართლა ანუ ხო ხვდებით მართლა თქვით რომ ხვალ მაგარი დღე მექნება მაგარი რაღაცები მოხდება და მე თქვით ხვალ მაგარი ცუდი დღე მექნება რა აზრი აქვს აი და შეადარეთ ეგ დღეები ერთმანეთს ხო რავი 26 წუთი აი ვაფშე ვერ ვიძინე რამდენი ხანია თუ ლაპარაკობ ეგ არის რა ძალიან მიხარია მართლა YouTube-ზე კარგი ისინი სიტყვები მოდის კომენტარებიც პირადში ძალიან კარგი რაღაცებს წერენ გინაცვალეთ მართლა გაფასებთ ყველას მიხარია რომ სწორ გზას
ადგახართ ბევრი ადამიანი, ბევრი კიდე წერს, რომ აუ მართალი ხარ, ჩემ თავთან ესე ვარ, ისე ვარ და მივხვდი, რომ უნდა გამოვასწორო. აი ეგ მიხარია ყველაზე მეტად, რომ თქვენ თავთან ხართ რეალური. ხო? აი ძალიან მიხარია მართლა. აი ბავშვობიდან მიხარია ადამიანებთან ესე ვთქვათ, ურთიერთობა. ჯანსაღი ურთიერთობა ესე ვთქვათ და რო ვეხმარები, აი არ ვიცი, აი ადამიანს რო ვეხმარები ძალიან მიხარია. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანი წარმატებას აღწევს. ხო? მე საერთოდ შურიანი ადამიანების არაფერი არ მისმის. რატო უნდა იყოს ადამიანი შურიანი? აი მართლა ვერ ხვდები. სამწუხაროდ ბევრი არის შურიანი. სამწუხაროდ და შურიანი ადამიანები ჩვენგან შორს. ღმერთს ვეხოვწევი ყოველთვის, რომ შურიანი ადამიანები ჩვენგან შორს, ხო? იმიტომ შურიან ადამიანებს შეუძლიათ შენი ცხოვრებას ენერგიაც გააფუჭონ რა. ამიტომაც ყოველთვის ყავდეთ ნაღდი ადამიანები თქვენ გვერდზე რა. ნაღდი, ნამდვილი ადამიანები, ხო? ეგ არის და ეგ. მადლობა მოსმენისთვის, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, ვინც ბოლომდე დაჯით ხო, რავი. სასწაული ადამიანები ხართ, გენაცვალეთ და რავი. იმედია ყოველას კარგი ცხოვრება ექნება, ყოველ იმას მიაღწევთ, რაც გულში გიდევთ და ეგ არის რა. კიდე ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ რა, მართლა ბევრს. გენაცვალეთ ყოველას.